დავაყენოთ დღეს წესრიგში ბატონი ებზარის წინადადება, რომ ბატონი ბესიკ ჭეჟია შეუწყდეს უფლება მოსილება. ფინალი მოხდა მაიზერი. ფინალა წინააღმდეგი გადადის 1 2 3 4 5 6 7 8 კაცი. თავი შეიკავა. კაკულიამ და სარიამ თავი შეიკავა. ერთ-ერთ კომისიის წევრმა გამოთქვა სურვილი შეგვეტანა მეორე საკითხი დღის წესრიგში. ეს ეხებოდა ერთ-ერთ საუბნო საარჩევნო კომისიას, სადაც ამ კომისიის წევრის აზრით მოხდა დარღვევა. რა თქმა უნდა, ჩვენ შევიტანეთ ეს საკითხი დღის წესრიგში, კომისიამ იმჟელა ამის შესახებ, თქვენც ესწრებოდით და კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი არ გაიზიარა და არ დაუჭირა მხარი. ჩემი ინიციატივით მოხდა ის, რომ მეორე საკითხიც იქნა შეტანილი. ეს ეხებოდა 52-ვე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს ბესიკ ჭეჟიას, რომლის გადაცდომაზეც იყო ლაპარაკი, ანუ უფლებამოსილების ფარგლებში, მისი უფლებამოსილების ფარგლებში ისეთი ფაქტის დაფიქსირებაზე, რომელიც არის კანონს საწინააღმდეგო, ანუ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანულ კანონს, ანუ საარჩევნო კოდექსს. თქვენ თვითონ იყავით თვითმხილველები დღევანდელი აი ამ სხდომის იმ ფაქტების, რაც მე მოვიყვანე და ეს იყო ის ფაქტები, რომელიც იმ დღესაც დაფიქსირდა, რომელიც ეხებოდა საარჩევნო უბანზე სიებს, ანუ იმ სიებს, რომლებიც მოტანილი ჰქონდათ ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორებს, ისხდნენ კომისიის თავმჯდომარის ოთახში და მასთან ერთად ამ სიებზე მიმდინარეობდა მუშაობა. ანუ ეს არ იყო ამ მრჩეველთა ერთიანი სიები, არამედ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორების მიერ შედგენილი სიები, რომელშიც იყო ბადე, სადაც იყო აღნიშნული როგორც მხარდამჭერები, ასევე მოწინააღმდეგეები და ასევე ის ნეიტრალური, მოდით ასე ვთქვათ, ხალხი, რომლებზეც პასუხი არ ჰქონდათ თუ ვის აძლევდნენ ხმას. აი ამ სიებზე მუშაობდა კომისიის თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორებთან ერთად.